საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს. ამ კონცერტით სასწავლებელმა წლევანდელი სასწავლო წელი დაასრულა. მინდა ყველას მადლობა უთხრა პირველ რიგში ჩემს პედაგოგებს, მშობლებს თანადგომისთვის, მოსწავლეებს და ყველა იმ სტუმარს, ვინც დღეს აქ მობრძანდა ამას დღესასწაულზე. ნიჭიერი და არაჩვეულებრივი თაობა გვესდება და ვფიქრობ, რომ სწორედ კულტურის სამინისტროს ზრუნვისაგანი უნდა იყოს სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. საღამომ კარგად ჩაიარა. მაყოფილი იყო ეს დამსა საზოგადოება ამ კონცერტით. საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები იყო წარმოდგენილი. ულოცავ ამ დღეს ყველა მონაწილეს, თლიანად სასწავლებელს ულოცავ და უსურვებ შემდგომში ისევ და ისევ წარმატებებს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. სოხუმის სამუსიკო სასწავლებელმა შვენიერი კონცერტი აჩუქა საზოგადოებას. ყველა ნომერი იყო გამორჩეული ძალიან საინტერესო, კულტურული შეხვედრები აუცილებელი ახალგაზრდობისთვის. არაყიშვილის სახელობის ჩვენი სასწავლებელი გამოირჩევა შრომის მოყვარეობით, რომელიც თან მოყვება სოხუმიდან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მასწავლებლები არიან, სხვა მოსწავლეები არიან, სხვა დირექტორი ყავს, მაგრამ ის შინაგანი კულტურა, პატივისცემა მსმენელისადმი დარჩა პრიორიტეტი და ძალიან მახარებს, რომ ეს კოლექტივი თავის საქმეს აკეთებს ბრწყინვალედ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი, ვისგან ჩვენ ვიხილეთ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს სხვადასხვა სცენაზე.